Quorumi გვაქვს შესაბამისად ადამიანის მრევლობის დაცვა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უფრო მოსილია გავხსნათ ჩვენი კომიტეტის მორიგის ხდომა დღის წესრიგით გვაქვს გათვალისწინებული ერთი საკითხი რომელსაც მეორე მოსმენის წესით განვიხილავთ ეს არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი არის პარლამენტის წევრი ჩვენი კოლეგა ქალბატონი მარიამ ლაშხი გთხოვთ კეჭი უყაროთ დღის წესრიგს და ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ განხილვაზე მუხლობრივად გავყეთ ქალბატონო მარიამ თქვენის ნებართვით მე ჩავყვები ინიციატივას და თუ არის რაიმე შენიშვნები თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ მუხლი პირველი ცვლილებები არ განხორციელებულა მუხლი პირველის პუნქტი პირველი პირველ პუნქტში ესე იგი იურიდიული დეპარტამენტის მოსაზრება გავითვალისწინეთ და ნაცვლად რესპუბლიკებისა ჩავსვით აფხაზეთისა და ავჭარის ავტონომიური რესპუბლიკები. დიახ, ანალოგიურად იქნება 12 პრიმა, ანუ 12 სეკუნდა მუხლის სათაურშიც, ხო? აქაც ავხაზეთისა აჭარის. პუნქტი მეორე არაფერი ახალი ცვლილება არ განხორციელებულა. აქაც იგივე ცვლილება ხო არ არის პუნქტ მეორესთან დაკავშირებით, აფხაზეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებით. დიახ, ესე იგი სინქრონში უნდა მოდიოდეს პირველ პუნქტთან. კი ბატონო. კეთილი და მუხლი მეორე ამოქმედების ვადა. არაფერი ცვლილების გარეშეა. კითხები ხომ არა გვაქვს ვინმეს კოლეგებო, მაშინ საკითხი განხეთქოს ხო არ სურვილი დამატებით გააჟღეროთ რაიმე მოსაზრება. კეთილი, მაშინ აქვე კეთქვით რომ ხვალ ჩვენ შეშვენების დროს დაგჭირდება ასევე მესამე მოსმენით განხილვა ამ საკითხის კომიტეტზე ვინაიდან დაჩქარებული წესით განვიხილავთ, ეხლა კი შეგვიძლია დავაყენოთ დღის წესრიგზე ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი არის თუ არა ვინმე ერთი თავ შეიკავა დანარჩენი მომხრე არის კომიტეტის წევრებიდან. კეთილი კომიტეტის ხდომა დახურულია.